არის შემთხვევები, როდესაც პატიმრობაში მყოფი ადამიანების განსაკუთრებით ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ ჰუმანიტარული ასპექტების კუთხით მაინც არის საჭირო მობილიზება ძალისხმევით. გასაგებია, რომ პოლიტიკური პატიმრები, სინისის პატიმრები ოდნავადაც კი არ ავლენენ, ასე ვთქვათ, მონანიების, ასე ვთქვათ, ხელისუფლებასთან და რეჟიმთან რაიმე ფორმის თანამშრომლობაზე წასვლის პერსპექტივას, მაგრამ შემთხვევა, რაზეც მე მინდა გესაუბროთ, უკავშირდება პატიმარ ანასტასია ზინოვკინას, ახალგაზრდა ქალს, რომელიც 30 წლისაა და რუსეთიდან სწორედ პუტინის რეჟიმს გამოექცა, იქაც იდევნებოდა რეპრესიის ქვეშ იყო და აქ აქციებში მონაწილეობის გამო ფაქტობრივად და ფორმალურად კი თითქოს რაღაც ნარკოტიკთან დაკავშირებული ფალსიფიცირებული საქმის ხილვის შემდეგ ის არის სატუსაღოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ბატონი ზურაბ ცეცხლაძე იყო რამდენიმე დღის წინ შესული და მასთან გასაუბრების საშუალება ჰქონდა. ალბათ ბევრმა ნახეთ, როგორც ჩვენს ეთერში, ასევე ბატონი ზურაბის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ის ერთის მხრივ აღშფოთებას და მეორეს მხრივ შეშფოთება, რომელიც ამ შეხვედრის შედეგად მან გამოხატა. ის ამბობს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ნახა ეს ახალგაზრდა ქალი და ძალიან სერიოზული პრობლემები წინაშე დგას. მე მინდა ახლა რომ მივცე შესაძლებლობა მის ადვოკატს, ანასტასია ზინოვკინას ადვოკატს, შოთა თუთფერიძეს ამ არსებული ვითარების სირთულიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, მივცე შესაძლებლობა განგვიმარტოს თუ რა მდგომარეობაში არის ქალბატონი ანასტასია, როგორ არის, რომ საზოგადოება მიცოდეს, რომ დაყოვნებამ, რეაქციამ შეიძლება საკმაოდ სავალალო შედეგები დააყენოს. შოთა გითხარი მოგვიყევი მოკლედ. მოგესალმებით გიორგი, მადლობა მოწვევისთვის და ბოდიში ასეთი ხარისხით ჩართვისთვის, სამწუხაროდ ქალაქგარეთ აღმოჩნდი ჩარჩენილი, ცოტა ხნით ჩაკეტილი და ეს იყო რაც შევძელი. რაც შეეხება ანასტასიას, მისი მდგომარეობის შესახებ ჩვენ საუბრობთ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რამდენიმე თვე არის, მან ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თქვა და ამის შესახებაც იყო საჯარო საუბრები, რომ მას ჰქონდა როგორც ზურგის პრობლემა, ხერხემლის პრობლემა, ასევე ალერგიასთან დაკავშირებული პრობლემები და ვერ ხდებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ჯეროვანი მკურნალობა, ხოლო ბოლო ინფორმაცია რაც არის გავრცელებული, ჩემთვისაც ბოლო ინფორმაცია არის, მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში სამუშაო დღეებიც ნაკლები იყო და მე სამწუხაროდ ხშირადაც ვერ ვახერხებ ხოლმე მის მონახულებას, თუმცა ბოლო ინფორმაცია რაც ბატონი ცეცხლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ჩემთვის ცნობილი არის ის, რომ იგი კვლავ იმდებურად უჩივის მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ითხოვს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ან მკურნალობას, თუმცა მთელი ამ ამბის ტრაგიკულობა არის ის, რომ თქვენ როგორც აღნიშნეთ თქვენი შესავლის დროს ეს ადამიანი ციხეში არის მხოლოდ ჩადებული ნარკოტიკის გამო, როცა არა მხოლოდ მოსამართლემ და პოლიციელებმა, ვინც უჩვენებას იძლეოდნენ პროცესებზე, არამედ ყველამ, ვისაც ყურმოყვრით მაინც გაუგია ამ პროცესიდან გამოსული ხმები ან მოწვევისთვის მოусმენიან, თუნდაც საჯარო ინფორმაციას გაცნობია, ზუსტად იცის, რომ იგი ტყუილად იხდის სასჯელს ამ დაწესებულებაში და ამას ძალიან ბევრი პრობლემა უკავშირდება, რა თქმა უნდა, მათ შორის ჯანმრთელობისაც. ჩვენი მთავარი მოთხოვნაც ამ ეტაპზე ეს არის, რომ მე და პრინციპში ერთი წამი გაგაწყვეტინებთ, იმიტომ რომ მეილზე მიღებული ინფორმაციით პრეზიდენტ პროფესორ ტყაულაშვილის ადმინისტრაციიდან ინფორმაციას წავიკითხავ, საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპებს და სახელმწიფო ინტერესებს. ჯერჯერობით კონკრეტულად არა, ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ პრინციპში სია და სახელები და გვარები ასეთ ტიპის განცხადებებში თავიდან არც იწერება, ხოლმე და შემდეგ ვიგებთ როგორც წესი, მაგრამ ამ მომენტისთვის ის მაინც გავიგეთ, რომ 159 გადაწყვეტილება არის მიღებული. აქედან რამდენი დატოვებს საპატიმრობს, რამდენს შეუმცირდება პატიმრობის ვადა, ამის თაობაზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, მაგრამ გადაცემის მსვლელობის დროს თუ კი კიდევ რაიმეს გავიგებთ, მაყურებელს შევატყობინებთ. დიახ, განაგრძეთ.
ხო მე ინფორმაციას წელი დღის განმავლობაში ველოდებოდი და მათ შორის ანასტასიასთან მიმართებითაც იმედი მქონდა და ჯერ კიდევ ვინ არჩუნება მიდი მეც ვინაიდან ახლა ერთგვარ ლოტო ტრონს ვუყურებთ პრინციპში ქართული ოცნების მიერ ჩატარებულს იმედი მაქვს რომ პოლიტპატრონები მოხვდებიან აუცილებლად ამ სიაში თუ ვინმე უნდა მოხვდრილიყო ამ სიაში ისინი უნდა მოხვდრილიყვნენ ცხადია თუმცა მე ციფრის იმაზე გიხსნათ არ მომწონს ვერს ამ ვერავითარ რაღაცა ლოგიკაში როგორ შეიძლება დაანგარიშდეს თუმცა იმედი მაქვს რომ ზოგიერთ პოლიტპატრონები მაინც განთავისუფლდება ამ ტყუობიდან და ყოველაშვილი გამოიყენებს ამ თავის კონსტიტუციურ უფლებას რომელიც ფიქსირებული აქვს ისე როგორც საჭიროა რა შეიძლება მე როგორც მახსოვს როგორც კი ეს სია გადაიგზავნება პენტენციურ დაწესებულებაში მათ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულონ ახლა 12 საათი არ შესრულებულა 11 წაკლია 25 წუთი ანუ მოლოდინი იმასთან დაკავშირებით რომ ამ 159 შეწყალებულიდან ვისაც გამოსვლა უწევს დღესვე უნდა გამოვიდეს მე მგონი უკვე დასაბუთებულია და უნდა ველოდოთ რაღაც ინფორმაციას დიახ ასე არის ჩვენ ყოფილა ხომ შემთხვევები როცა რამდენიმე საათით გაუჭიანურებია პენტენციურ დაწესებულებას პროცედურა მაგრამ ჩვენ რამდენიმე საათში უკვე ვიხილავთ ყველა ეს ადამიანი და იმედი მაქვს და უშუალოდ შეიძლება მალე გარეთ იქნებიან და ნუ სამწუხაროდ იმედი მაქვს უფრო სწორად რომ ძალიან მწვავე იმედი მაქვს რომ უდანაშაულო ადამიანებს შეეხება ეს ცვლილება პირველ რიგში რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნას მე მასზე საუბრობდი ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მკაფიო ჩვენ ვითხოვთ რომ პროფესიონალი ექიმებისგან ან პროფესიონალ სამკურნალო დაწესებულებაში მოხდეს ანასტასიასთვის როგორც აუცილებელი კვლევების ჩატარება ასევე მისთვის სამკურნალო ველოდიანი გეგმის ან სტრატეგიის შემუშავება რომელსაც მე უნდა იმსჯელოს პენტენციურმა სამსახურმა შეუძლია თუ არა ამის უზრუნველყოფა დაწესებულებაში და თუ შეუძლია ბუნებრივი აუცილებლად უნდა იქნეს მიწოდებული თუ არ შეუძლიათ ამ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ სხვა გზებზე მათ შორის დაწესებულების გარეთ არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტზე გაყვანაზე ეგრეთ წოდებულ სამკურნალო დაწესებულებაში შოთა ძალიან დიდი მადლობა მივადევნებთ თვალს მართლაც ყველას გვაინტერესებს შეიძლება მართლაც ასეთ განსაკუთრებული რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანებიც მოყვნენ ამ შეწყალების აქტში ჯერჯერობით არაფერი ვიცით გადაცემის მსვლელობის დროს ალბათ მე დეტალს დავაზუსტებთ მადლობა უნდა გითხრათ ჩართისთვის მადლობა შოთა ამ შემთხვევაში ანასტასია ზინოვკინას ადვოკატის სტატუსით მონაწილეობდა გადაცემაში ამ ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში ძალიან დამძიმდა და ყურადღებას განსაკუთრებულს საჭიროებს ეს საქმე